მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო, დღეს არის 28 აპრილი. მე გიბრუნდები სპორტული სიახლეებით განახლებულ ინფორმაციას მოგასწრების სპორტის შესახებ. დღეს ჩემპიონთა ლიგის მატჩი ნახევარფინალის პირველი მატჩი გაიმართება თბილისის დროით 11 საათზე. ძალიან მაგარი მატჩის მონოდინში ვართ, რომელიც მთელი მსოფლიო ელოდება, სადღაც დარჩენილია 3 საათი დაახლოებით ამ მატჩის დაწყებამდე. ეხლა შეეხება მე მინდა გითხრათ, როგორც ვიცით, მიუხედავად ბაიერნს წაგება არ აქვს თითქმის ბუნდესლიგაში და 2025-26 წლების სეზონის ჩემპიონი ხდება. ეხლა შეეხება აქედან გამოვყოფდი, რომ ძალიან მაგარი თამაში გველოდება, იმიტომ რომ პარი სენ-ჟერმენი საკუთარ კედლებში თამაშობს. მოკლედ აქედან გამომდინარე ძალიან თანაბარი თამაში შესაძლოა ვიხილოთ, ასევე ორივე გუნდი ხრიდან შეტევები, არაერთი საუკეთესო შეტევები შემოგთავაზა ორივე გუნდმა. მოკლედ მე ლონდონში ვარ და ძალიან სასიამოვნო საღამოდ გისურვებთ, საფეხბურთო საღამოდ ჩემო არხის მაყურებლებო და ვის კი უყურებს ჩემ არხს. ნამდვილად არინანებთ ამ მატჩის თვალყურის მიმდევნას. ძალიან საინტერესო და დრამატული მატჩი შესაძლოა ვიხილოთ. რა შეეხება, მე მინდა გითხრათ დანარჩენი, ეხლა შემდეგი რა შეეხება, შემდეგზე გადავიდეთ. მოკლედ ლა ლიგაში ასეა სიტუაცია. კატალონიის ბარსელონა კი მადრიდის რეალ 11 ქულით ასვევს და კატალონიის ბარსელონა ლა ლიგის ჩემპიონი ხდება. 2025-26 წლის სეზონის ლა ლიგის ჩემპიონი ხდება კატალონიის ბარსელონა უკვე ზედიდით მეორედ. ეხლა დანარჩენს მე მინდა გითხრათ, რა შეეხება მადრიდის რეალში, უკვე იმას განიხილავენ 4-ეული არის წვრთნელი, ალბელოვა შესაძლოა წვრთნელი სპორტი დატოვოს, ასევე განიხილება ჟოზე მაურინიო, რომელიც დაფუძნებულია თავისი დაცვით და კონშეტებებით და თავისი სისტემური ახალი განახლებული რეფორმა შემოიტანა თავის გუნდში. რაც შეეხება, ასევე კლუბსაც განიხილავენ და 4-ში ჟოზე მაურინიოს კი განიხილება. ეხლა რაც შეეხება, მოკლედ როგორც მოგახსენებთ დანარჩენი, ახალი ამბავი ის არის, რომ ჩემ არხზე ტვითავ სპორტის სახით დავატვითავ, აი შეგიძლიათ ხლის მიამდენო თვალყური ლა ლიგის, პრემიერ ლიგის და ასე შემდეგ სერია და ასე შემდეგ. მოკლედ პრემიერ ლიგის და ლიგა 1-ის სხვიდან გთავაზობ. თუ მოგწონთ ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ, გააზიარეთ მაქსიმალურად. მე ხვალ დაგიბრუნდებით.